ძვირფასო Facebook მაყურებლებო, მინდა შემოგთავაზოთ ერთ-ერთი დიღბის მაგვარი პროცედურა, რომელიც საუკეთესო საშუალება არის კანის ნაოჭებისათვის, კვებისათვის და ძალიან ადვილია, ვისაც მოეპება სახში აი ასეთი მცენარე, ალოე ვერა. ალოე ვერას მოვაჭრათ, ისე იგი ფოთოლი, რა ზომისაც გვინდათ. აი რა ზომისაც გვინდა, ფოთოლი მოვაჭრათ, შემდეგ გავაცალოთ კანი, გვერდები ჩამოვაჭრათ, რადგან ეკლიანია და ეს ისე იგი არის უკვე რბილობი, რომელიც ლორწოვანია. ეს არის ჰიალურონის მჟავა. აი როგორი ლორწოიანია, აი შეხედეთ როგორი ლორწოიანია. ჰიალურონის მჟავა არის ბუნებრივი, რომლისგანაც ისე იგი ალოე ვერადან აკეთებენ ჰიალურონის მჟავა, მზადდება. და კიდე სხვა არის კიდე რომელთაც მზადდება. და ამიტომ ჩვენ ისე იგი ჰიალურონის მჟავა შეგვიძლია უმტკივნეულოდ გავიკეთოთ ჰიალურონის მჟავით მასაჟები და მასაჟის გამოგვივა და სახის ისე იგი დიღაბის გამოგვივა. რადგან ისე იგი ასეთი ძვირიჟდება სახის კანზე ჰიალურონის მჟავის ნემსების გაკეთება, რომელიც მართლა არაჩვეულებრივია და შვიდრებს და ნაოჭებსაც ასუფთავებს, ასევე შეიძლება ეს შვიდი თვე არ გვეყოს ყველა, თუ ახლა ყოველდღურად გავიკეთებთ ამას, ნახავთ, რომ თქვენი სახე სულ სხვა იერს მიიღებს. პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია ყელზეც წავისვათ ეს, აი ყელზეც წავისვათ ჰიალურონის მჟავა. ეს ჰიალურონის მჟავა კოლაგენი არ არის, მაგრამ კოლაგენის წარმოშობას უწყობს ხელს. შემდეგ აი მოშვებული კანი სადაცაა, დაბლიდან ქვევით უნდა ავისვათ, აი აქეთ. შუჟდეც წავისვათ. თვალის უპეებზეც არაჩვეულებრივია, ვისაც ისე იგი შავი და სიწითლე აქვს. ამაზეც არაჩვეულებრივია. და შეგვიძლია ყოველ დღე გავიმეოროთ და შემდეგ სახე არ დავიბანოთ. სახე მხოლოდ და მხოლოდ უნდა დავიბანოთ, სანამდე წაისვენდეთ საპრით და კარგად. და ეს დიღაბი არის ისე იგი იაფი, ძალიან ისე იგი სასარგებლო ორგანიზმისთვის, არის ბუნებრივი და თუ კი ვინმეს ოჯახში მოგეპოვებათ ალოე ვერა, შეგიძლიათ ამ დიღაბით ყოველდღიურად მასაჟიც გაიკეთოთ და სახეს დაიტენიანოთ. ვადლობთ ყურადღებისათვის.